ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. გუშინ დე-ფაქტო პარლამენტის სესია, რომელზეც უნდა მომხდარიყო ეგრეთ წოდებული საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, გადაიდო. პარალელურად აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ არასხდომის გადადებას, არამედ ეგრეთ წოდებული კანონპროექტის ჩაგდებას. დე-ფაქტო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ჭიშკარი მოარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ეგრეთ წოდებული შეთანხმების გაუქმებას და დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან. რაიმე პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ რომ რაზეა წამსვლელი ბჟანიას კაბინეტი და რაზეა წამსვლელი მერე ოპოზიცია ამის საპასუხო დღეს ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. ხალხი ყავს შეკრებილი ბჟანიას თავისი მომხრეები, რომლებმაც უნდა გაუმაგრონ ზურგი, მაგრამ მეორე მხარესგან ოპოზიციის წარმომადგენლები და ის ხალხი, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსეთის ექსპანსიას აფხაზეთში და ცდილობენ რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, ნებისმიერი ფორმით დაბლოკონ და არ მისცენ საშუალება რუსეთს დაემკვიდროს ადგილი ისე რომ მერე აფხაზები აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ამას ყველაფერს კიდევ აქვს ფონად მოახლოებული არჩევნები. ოპოზიცია ცდილობს ვიღაც კანდიდატი გამოსახოს, რომელიც დაუპირისპირდება ამ არჩევნებზე ბჟანიას. დე-ფაქტო ადმინისტრაციის მოღვაწეობის პერიოდში არ ყოფილა ასეთი პროტესტის ასეთი ხარისხი, ასეთი გამოვლინებები, იყო ზოგიერთი კამერული სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ აი ასეთი შედარებით ორგანიზებული, შედარებით მასობრივი, კონკრეტულ საკითხთან, თუნდაც ეკონომიკურ საკითხთან ჯერ აფხაზეთში არ ყოფილა, სოხუმში არ ყოფილა. ამ თვალსაზრისით ყველასთვის საინტერესოა, ვინც დაინტერესებულია აფხაზეთის პრობლემატიკით. ეს არის ეკონომიკურად დაინტერესებული ადამიანების კონგლომერატი, რომლებიც გამოდიან, ასე ვთქვათ, ძალიან ცხოველი, გამწვავებული პროტესტის ნიშნით რუსეთის ამ პოლიტიკის მიმართ. ეს არის სუფთა ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება განვითარება ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. არ მინდა ახლა წინსწრები პროგნოზები მაინც და მაინც ესეთი ხისტად გავაკეთო, მაგრამ უბრალოდ შეაშინებენ, უბრალოდ ძალით იმოქმედებენ, იძალადებენ ამ ადამიანებზე და არ ამგონია იქ არის ისეთი ოპოზიციური ძალა, პოლიტიკური სარჩულის მქონე, რომელიც ამას ყველაფერს გაუძლებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, ორმხრივად საინტერესო ღონისძიებებზე მიწევას და პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის განვითარება აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიას შორის, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობასა და მის სოციალურ კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა. ეს არის გაწვდილი ხელი იმ კონკრეტული ადამიანებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის და მათ სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების აღმოფხვრაში დავეხმაროთ. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთთანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი ქალაქისათვის, ასევე ბუნებრივია იმ ადამიანებისთვის, ვინც სამომავლოდ ბენეფიციარები იქნებიან ამ პროგრამის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტივ თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან კარგი და საქმიანი შეხვედრა შედგა. მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდეს სამინისტროებს შორის, რათა
ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრათ აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური მდგომარეობით გათვალისწინებული გამოწვევები. ხაზი გაესვა ჩვენი რეგიონის პროგრამებს. 65 მილიონი ლარი არის ბიუჯეტი, რომელსაც აჭარა ხარჯავს მთელი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო და პრიორიტეტულ ბენეფიციარებს წარმოადგენენ დევნილები. და აღნიშნო, რომ დევნილები და ზოგადად ეს თემა გახავთ საკმაოდ სენსიტიური ჩვენი რეგიონის ხელისუფლებისათვის, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისათვის და მაქსიმალურად ინდივიდუალურ რეჟიმში გავდივართ თითოეულთან ყველა საჭიროებას და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დაფინანსებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინადმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კი აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. მთავრობის წევრებმა ბინადმესაკუთრეთა ამხანაგობებისაგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისი პროექტების განხორციელება დაგეგმეს. დავიარეთ ყველა ეს კრიტიკული საკითხი, რომელიც ჩვენ დევნილებს აწუხებთ განსაკუთრებით დევნილთა ჩასახლების ობიექტებში და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით დევნილთა სააგენტოსთან ერთად აქტიურად მუშაობთ ყველა პრობლემის გადაწყვეტას, ძირითადი კრიტიკული პრობლემები, რაც შეეხება სახურავებს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებს, სიამაყით შემიძლია ითქვას, რომ ბევრი კრიტიკული საკითხი მოგვარებულია და ხაზგასმით მადლიერებაც მივიღეთ დევნილებისგან. ჩვენ დღეს იმიტომ შევიკრიბეთ, რომ განვიხილეთ საკითხის სამომავლო გეგმა, ჩემს კორპუსში გაკეთდა ფანჯრები. ეხლა დღესაც გადავეცი რამოდენიმე საკითხი იყო მოსაგვარებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვა საქმედ მიქცევენ. აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოში მორიგის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა მნიშვნელოვან სამოქმედო გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხზე იმსჯელეს. დაიგეგმა შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ცენტრალურ, ასევე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასთან. შეხვედრაზე შეიმუშავეს ოკუპირებულ აფხაზეთში გასაგზავნი მიმართვა წერილის ტექსტი, რომლის ადრესატებიც იქ მცხოვრები აფხაზი თანამემამულეები არიან. აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდაცია, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ქართულ-აფხაზური შეხვედრების ორგანიზება და მეტი სამშვიდობო ინიციატივების დანერგვაა. თავარი რაც არის ჩვენთვის, ეს არის აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები და ამ საბჭოში არის გაერთიანებული ხალხი, რომელსაც ამ მიმართულებით დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ. მთავრობის და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი სამი და უმთავრესი მიმართულება ეს არის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. ამ საქმეში ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ძალიან დიდი როლი, იმიტომ რომ აქ არიან ის ადამიანები, ვისაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, კოლეგები, მეგობრები აფხაზეთში. ამიტომ ამ საკითხის წინსვლა და შემდეგი უფრო გაფართოება უკვე არის მოთხოვნა არა უბრალოდ საბჭოსი, არამედ უბრალოდ ყველა იმ ტოლვილის, რომელსაც ჩვენ შევხვდით დევნილს, რომელთაც ველაპარაკეთ. 30 წელი გავიდა და ცოტა მეტი კიდევაც. მაგრამ არაფერი დიდი არ მომხდარა აფხაზ და ქართველ ხალხთა შორის შერიგების პროცესში. მიმაჩნია, რომ ახლა არის მაგის დრო, როცა ჩვენ მშვიდად ცხოვრობთ, ჩვენი მიზანი, ჩვენი პროექტის არის შერიგება ამ ხალხთან. ჩვენ უნდა დავაჯეროთ ეს ხალხი, რომ ჩვენ გვინდა დავრუნდეთ ჩვენ მიწა-წყალს, ეს ჩვენი მიწა-წყალი როგორც აფხაზების მიწა, ისე ჩვენია. ჩვენი სანათესაო უნდა დავიბრუნოთ, ჩვენი სამეგობრო უნდა დავიბრუნოთ, ჩვენ თაობა. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ეს. დიდი ხანი არ არის რაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, საზოგადოებრივი საბჭო. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მიმაჩნია, რომ დევნილი საზოგადოება, რომელიც შეიკრიბა, ერთსულოვანია აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. ვინც აქ შევიკრიბეთ და ეს იდეა გვინდა მივიტანოთ ჩვენს დევნილებთან, რათა მოხდეს საბოლოოდ შერიგების საკითხი და კი არ დავიბრუნოთ ტერიტორია, არამედ გავერთიანდეთ და ერთმანეთთან შერიგება შედგეს აფხაზებსა და ქართველებს შორის.
ქართულ მედია სივრცეში აფხაზეთის თემატიკაზე მეტი ღირებული და მაღალი სტანდარტების, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული მედია კონტენტის შექმნის წასახალისებლად ახალი პრემია დაწესდა. ჯილდო აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპული ჟურნალისტის ალექსანდრე საშა ბერულავას სახელს ატარებს და ეს ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობისა და მოტივაციის მიმცემია. 11 ნოემბერს საშას სახელობის პრემიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. იდეის ავტორი და ღონისძიების ორგანიზატორი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრია. პრემია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიცემა. დაწესდა ჩვენი გმირი ჟურნალისტის ალექსანდრე საშა ბერულავას ჯილდო, საპატიო ჯილდო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო გადაეცემა ყველა ჟურნალისტს, რომელიც შეიტანს წვლილს ჩვენს მშვიდობიან დაბრუნებაში, ჩვენს აფხაზებთან და ძმებთან ერთად. რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტის წვლილი ამ პროცესში. შედგა დაჯილდოების ცერემონია, გამოვავლინეთ 4 კატეგორიაში გამარჯვებულები. ვფიქრობ, ძალიან ღირსეულმა კანდიდატებმა მიიღეს პირველი ჯილდო ამ დიდებული ადამიანის სახელობის და მჯერა, რომ ეს პრემია იქნება განგრძობადი ყოველწლიურად 11 ნოემბერს საშა ბერულავას დაბადების დღეზე ვუმასპინძლებთ ჟურნალისტებს და აფხაზეთელებს, იმ ადამიანებს, ვისაც გული შესტკივათ აფხაზეთის თემატიკაზე. ალექსანდრე საშა ბერულავა აფხაზეთში კონფლიქტის დროს ამოქმედებული პირველი ქართულენოვანი ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო და ყოველთვის ასოცირდებოდა მართალი სიტყვისა და საქმისთვის საჭირო პრინციპულ გადაწყვეტილებებთან. იგი 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობასთან, ჟიულის შარტავასთან, გურამ გაბისკირიასთან და სხვა თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა გმირულად. მინდა მაინც დავიწყო მადლიერებით იმათ მიმართ, ვინც მოიფიქრა საშა ბერულავას პრემია. საშა ჩემს მახსოვრობაში სამუდამოდ დარჩა როგორც ძალიან განათლებული, დიდი პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. ის არის ჭეშმარიტი გმირი და ასეთად დარჩება არა მხოლოდ ჟურნალისტიკის, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პირველი პრემია გაიცა, საუკეთესოები იქნა შერჩეული. ასე რომ დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებით ემოციური და დიმოქმედა ძალიან ქალბატონ დალის დაჯილდოება. დალი ხომ მუდამ საშას გვერდით იყო სოხუმში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საშა ბერულავა ახსოვთ, საშა ბერულავას პატივსცემენ და ამ ჯილდოს დაფუძნების შემდეგ თაობიდან თაობაში გადაეცემა და ეს ჯილდო და საშა ბერულავას სახელი არ დაიკარგება. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის იმას, რომ საქართველოში ფასდება ჟურნალისტის შრომა, ნიჭი, თავდადება, ასეთი ადამიანები არ უნდა ვიწყდებოდეს საზოგადოებას და დღევანდელი ღონისძიება ზუსტად ამის დასტურია. კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ჟიურის თითოეული წევრი ალექსანდრე ბერულავას პირადად იცნობდა და მასთან ერთად პროფესია ჟურნალისტიკას ჯერ კიდევ აფხაზეთში ემსახურებოდა. წელს ჟიურიმ გამარჯვებული 4 კატეგორიაში გამოავლინა. სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტისა და მულტიმედია ნამუშევრის ჯილდო სტუდია რეს დამფუძნებელ ჟურნალისტ მამუკა ყუფარაძეს მიენიჭა. ნომინაციაში აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ჯილდო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოხუმელმა ლევან ურიდიამ წაიღო. პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომელიც საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის დაწესდა და ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ახალგაზრდა ჟურნალისტ დეა ბაძაღუას გადაეცა. ძალიან საპასუხისმგებლო დღე იყო და ზოგადად ამ კონკურსის ჩატარება ადვილი არ იყო. იმიტომ აფხაზეთზე წერა, ომზე წერა, ეს ძალიან რთულია. როგორ ვთქვა ახლა ეს, მაგრამ მოუკლეს აფხაზეთის თემაზე წერას. შემდეგ წლებში ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ნამუშევარი იყოს, იმიტომ რომ როდესაც ბევრია ნამუშევარი და ნაშრომი, ეს იქნება სიუჟეტი, სტატია, რეპორტაჟი თუ სხვა რამ, ადვილია არჩევა და შერჩევა. თანაც ერთი დამახასიათებელი თვისება ქონდა ახლა წლევანდელ კონკურსს, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები იყვნენ.
ამიტომ უნდა წავახალისოთ ახალგაზრდები. ჩემთვის როგორც აფხაზეთიდან დევნილი დამწყები ჟურნალისტისთვის არის უდიდესი სტიმული ამ ჯილდოს მიღება და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას ორგანიზატორებს, ვინც ჩართული იყო ამ პრემიის ორგანიზებაში და მიხარია თუ მცირე წვლილს მაინც შევიტან მშვიდობის ჟურნალისტიკაში და ამ დარგში. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, იმიტომ რომ მე ვაგშუქებ კონფლიქტებს. და აი დღეს სწორედ ამ კონფლიქტების გაშუქებაში, სიუჟეტის მომზადებაში, ჯილდო გადმომცეს, ეს არის ძალიან საამაყო და ძალიან სასიხარულო ჩემთვის. ეს არის ნამდვილად ძალიან საამაყო პრემია ჩემთვის, ეს არის შენი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგი და ბატონი საშა ბერულავა ჟურნალისტური პრემია გაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი წერო აფხაზის საკითხზე და გააგებიო აუდიტორიას ამ თემასთან დაკავშირებით. მიმაჩნია რომ ქართულ მედიაში ესეთი პრემია როგორც საშა ბერულავას სახელობის არის უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით ემოციური იყო ღონისძიების დასკვნითი ნაწილი. ჟურნალისტური საქმიანობა აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტის. ნომინაციაში ცნობილი ჟურნალისტი დალი ჯონჯუა გარდაცვალების შემდეგ დასახელდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ჟურნალისტი, რომელიც პროფესიას ერთგულად რამდენიმე ათეული წელი ემსახურა. ყველას ძალიან დიდი მადლობა დედაჩემის კიდევ ერთხელ გახსენებისთვის და დაჯილდოვებისთვის. გარდაცვალების შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, ზუსტად რაღაც სიმბოლურია ალბათ ესეც, რომ მიიღებდა დედაჩემი ჯილდოს. ალბათ ძალიან ბედნიერი იქნებოდა, უდიდეს პატივს სცემდა ბატონ ალექსანდრეს. ნომინაციაში გამარჯვებულებს ფულად ჯილდოსთან ერთად პრემიის სპეციალური სიმბოლო. აფხაზეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მცენარის ევკალიპტის ფოთოლი გადაეცათ. ხალხმრავალი საღამო ემოციებისა და მოგონებების ფონზე მიმდინარეობდა. ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემია წელს პირველად ჩატარდა და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ის ყოველწლიურად სიმბოლურად ჟურნალისტის დაბადების დღეზე, 11 ნოემბერს გაიმართება. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი კი პრემიის მოსაპოვებლად ახალი განაცხადების მიღებას 2025 წლიდან დაიწყებს. შაბათს დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი იმართება. ექსტრემ ფესტ თბილისის ორგანიზატორი ეთნიკურად ოსი წარმომავლობის არსენ მამიტოვია. ოსმა ახალგაზრდამ 2022 წელს თბილისის ექსტრემალური სპორტის ფესტივალი დაარსა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველოდან. BMX-ის, სკეიტბორდისა და ექსტრემალური სპორტის სხვა სახეობების მეშვეობით მამიტოვი მიზნად ისახავს ქართველი და ოსი ახალგაზრდების სპორტის ირგვლივ გააერთიანოს და ამავდროულად საკუთარი სამოქალაქო აქტივიზმით წვლილი შეიტანოს შერიგების პროცესში. ორგანიზატორის მიზნები თბილისში ექსტრემალური სპორტის სკოლის ჩამოყალიბებას და სპორტის ფედერაციის საფუძვლის ჩაყრას უკავშირდება. ფესტივალი სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით 16 ნოემბერს უკვე მესამედ ჩატარდება. თბილისში ექსტრემალური სპორტის ფესტივალში 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო მონაწილეობა და ყოველწლიურად ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი იზრდება. არსენ მამიტოვის მიზნებშია ფესტივალი თბილისს გასცეს და ისეთ ქალაქებში ჩაატაროს ის როგორიცაა გორი, ქუთაისი და ბათუმი. ექსტრემ ფესტს ვატარებთ უკვე მესამე წელია და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ფესტივალის ძირითადი იდეაა გაერთიანოს ახალგაზრდები, რომლებიც დაკავებულები არიან ექსტრემალური სპორტის სახეობით. მისცეს მათ საშუალება მიიღონ სიამოვნება ერთად სრიალისგან. ამავდროულად მიიღონ შეჯიბრში მონაწილეობა და საინტერესო პრიზებიც მოიგონ. პირველ ადგილზე გასულთათვის გვაქვს 700 ლარიანი პრიზი, მეორე ადგილისთვის 500 და მესამე ადგილისთვის 300 ლარი. ასევე გვაქვს ცალკე ასპარეზობა ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მოინდომებს სპორტულ ფესტივალში ჩართვას. პროფესიონალ რაიდერებსაც ეძლევა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა. ძირითადი დევიზი ჩვენი ღონისძიების არის სპორტი აერთიანებს. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ. თუ კი ხარ ექსტრემალური სპორტით დაკავებული, ყოველთვის მოძებნი კამპანიას და სასიამოვნოდ გაატარებ დროს. პირველად ეს სპორტი დავინახე ინტერნეტში, YouTube-ზე. შემხვდა ვიდეო, როგორც სხვა ხალხი კატაობდნენ და რაღაც ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ. და მეც მომიდა ამ სპორტით დაკავება, ეს ულამაზესი ილეთების გამეორება მეც მომიდა ძალიან. შემდგომ შემშავლებს თხოვე, რომ შეეძინათ ჩემთვის აი ესეთი ველოსიპედი, რომლითაც შემეძლო ამ ილეთების გაკეთება. ჯერ პირველი წელიწადი დიად არც არაფერი არ გამოდიოდა, უბრალოდ კატაობდი როგორც ჩვენი ველოსიპედზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შემხვდა არსენი, რომელსაც დავუახლოვდი ძალიან უცბად. არსენი მასწავლა ძალიან ბევრი რაღაც დამეხმარა განვითარებაში და მე ვფიქრობ, რომ ამ სპორტს მე გავაგზელებ და
ალბათ მომავალში ჩემ საქმიანობათაც ვაქცევ. ამ ტიპის ფესტივალში მე მეორეჯერ მონაწილეობ, წინა წელსაც უკვე მივიღე მონაწილეობა და ძალიან მომეწონა ეს გამოცდილების მიღება ძალიან მაგარი იყო, როდესაც ხალხი გიყურებს, შენაკეთებ რაღაც საინტერესო რაღაცებს, აპლოდისმენტები, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა და ამ შევატკვირსაც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და მინდა რომ გავაოცო ყველა.